მოგესალმებით, უყურებთ ახალამბებს პირველზე მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. თავდაცვის სამინისტროს პროექტი ჯარის ბანაკი კოჯორსა და საჩხერეში გაიხსნა. მოსწავლე მოზარდები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში და სხვა სამხედრო ქვედანაყოფებში 6 დღის განმავლობაში სამხედრო ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით შემეცნებით და პრაქტიკულ აქტივობებში ჩაერთვებიან. გახსნის ცერემონიას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. ჯარის ბანაკის გახსნას ჩემი კოლეგა თეკლა ბესტავაშვილი აშუქებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. თეკლა კოჯორი დღეს ჯარის ბანაკის გახსნას მასპინძლობს. პროექტი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პატრიოტულ სულისკვეთების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ღონისძიება დღეს საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. გახსნით ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. მათ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ქვეყნის სიძლიერე, პატრიოტ, პასუხისმგებლიან და განათლებულ ახალგაზრდებზე დგას. მომდევნო 6 დღის განმავლობაში მოსწავლეები ჯარის ბანაკში გაივლიან საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და თვითგადარჩენის კურსებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ სამხედრო აქტივობებში. ეს არის ჩვენი მამული ენა, სარწმუნოება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ოჯახის სიწმინდე, უნიკალური ჩვენი კულტურა და ტრადიციები. ამ ღირებულებებით უნდა გახდეთ თქვენ წარმატებული ადამიანები, წარმატებული ქართველი პატრიოტები. და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. მერწმუნეთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ესეთი ძლიერი საქართველოს და ესეთი განვითარებული არ ყოფილა, მაგრამ ეს არის საწყისი ეტაპი. ჩვენ წარმოვადგენთ დღეს საქართველოს თანამედროვეობაში თითოეული ჩვენთაგანი განსხვავებული პოზიციებით, მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს პირადი პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე. მეოთხე წელია, რაც იმართება ჯარის ბანაკი, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში. და დარწმუნებულია, რომ ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და საბოლოო ჯამში იქნება დაუვიწყარი. მთლიანობაში 1700 მოსწავლეს მასპინძლობს ჯარის ბანაკი, როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში და თითოეულ თქვენგანს გექნებათ იმის საშუალება, რომ ადგილზე ნახოთ თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ წელს პირველად დაემატა ჯარის ბანაკს საპატრიარქო საათის კომპონენტი, სადაც თქვენ გექნებათ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჯარის თემატიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის. მით უმეტეს ქვეყანა, რომელსაც ასეთ საამაყო სამხედრო მოსამსახურეები და ჯარი ყავს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქვეყნის დაძახილზე ყოველ წამს მზად არიან, რომ დადგნენ ქვეყნის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ჩვენი მოსახლეობის დასაცავად. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯარის თემატიკა განსაკუთრებული შინაარსის არის. დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო სხვადასხვა სახის განათლება, ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესი არის პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, მათ ეზიარონ იმ ყოველდღიურობას, რომელიც აქვს ჯარისკაცს, ჩვენს ოფიცრებს, რას ნიშნავს სამშობლოს სამსახური, ამასთან ერთად მიიღონ კონკრეტული გამოცდილება, განათლება კონკრეტული მიმართულებებით და რა თქმა უნდა, ასევე ისაუბრონ ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე და რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა. მინდა მადლობა გადაუხადო საპატრიარქოს, ვინაიდან მათი წვლილი და თანამონაწილეობა ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაფასებთ ამას და უშუალოდ არის საპატრიარქო ჩართული ამ დღეების განმავლობაში საგანმანათლებლო პროცესში და ესეც ძალიან მისასალმებელია. ჩემი ინსპირაცია უმეტესად ჩემი მეგობრებისგან იყო და ჩემი ახლობლებისგან, რომლებიც რამოდენიმე წლის წინ იყვნენ აქ მოსულები. და მათ გამიცი, რომ ძალიან კარგი და კეთილი გარემო არის და შედეგად მეც ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ წამოსულიყავი და ჩემი მოლოდინები არის, რომ აქ მივიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას, მიუხედავად იმისა, რომ მცირე გამოცდილებას ვიღებს ჯარისკაცების ცხოვრების შესახებ, მაინც ძალიან სახალისო არის.
პროექტი ჯარის ბანაკი, როგორც გითხარით, უკვე მეოთხე წელია, რაც იმართება. ინიციატორი არის თავდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად. ბანაკი წელს 2 ადგილას კოჯორსა და საჩხერეში იმართება, ხოლო მონაწილეობა შეუძლიათ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მადლობა თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სერბეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. ალექსანდრ ვუჩიჩი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და ირაკლი ყობახიძეს ბელგრადში იწვევს. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, შთამბეჭდავია საქართველოს ხელისუფლების მტკიცესრული მთელი ძალისხმევა მიმართოს საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახების შედეგების მიღწევისკენ. ვუჩიჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ბიზნესრებს, ისე მოქალაქეებს. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მე და ჩემს დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგვიწიეთ. ჩვენი ორი ერის სითბო და ძმური ურთიერთობები ჩემი ვიზიტის ყოველ ეტაპზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენს საერთო ფასეულობები გვაერთიანებს. მსგავსი ისტორია გვაქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც დროის უმძიმეს გამოცდებს გაუძლო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახების შედეგების მიღწევისკენ. ამავდროულად გულწრფელად მიხარია და ვამაყობ თქვენი წარმატებებით, რადგან სწორედ ამას იმსახურებენ თქვენი ქვეყანა და მოქალაქეები. გრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენი ქვეყნების ბიზნეს წრეებს, ისე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობოდა იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენ ასე გულუხვად დაგვითმეთ მე და ჩემს დელეგაციას, ვიდრე ოქტომბერში ბელგრადში გიმასპინძლებთ თქვენ, როგორც უძვირფასეს სტუმარს და ძმას, სარგებლობ შემთხვევით კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და გიდასტურებთ გულითად პატივისცემას. კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაში პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის ოპოზიციის ალიანსში შესვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ფიქრობს, რომ მის ლიდერს ალიანსში შესვლის სურვილი არ ექნებოდა. უფრო მეტიც, ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ პარტიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ალიანსიდან გავიდოდა. სააკაშვილის რჩეულს ნაცმოძრაობიდან შეუთვალეს, რომ პარტიას თავმოყვარეობა აქვს ალიანსში შესვლა კი სწორედ ექს-პრეზიდენტის სურვილის შესაბამისად მოხდა. გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციის ალიანსში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია, იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად. მეტიც მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენემი გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას ენემი შესულიყო ოპოზიციის ალიანსში. რა გადაწყვეტილების მიღება უნდა, რომ პარტია ასხივებდეს თავმოყვარეობას, მაშინ როდესაც კოალიციაშია, სადაც მის ლიდერს 24 საათი აგინებენ. ამას მიშას ნებართვა სჭირდებოდა? თავარ ლიდერს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აგინებენ ყოველ დღე. დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციაში ყოფნა არც ერთ ეტაპზე მისი სურვილი არ იქნება. ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი არ იყო ჩვენი პარტიის წევრი, არ იღებდა მონაწილეობას პარტიის საქმიანობაში, ამიტომაც მას შეიძლება არ ცოდნოდა ამის შესახებ, ეს არაფერი არაბუნებრივი არ გახლავთ. ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ამ ალიანსში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი. ნაციონალურ მოძრაობას თავმოყვარეობა აქვს, თავმოყვარეობა რო აქვს, იმიტომ იბრძვის და იმიტომ არის წინა ფლანგზე ბრძოლის. ან შესვლას უარყოფა რა იყო, ან ერთ დარჩენა რა იყო. საერთოდ აჭრილები არიან, რაზე საუბრობენ, წარმოდგენა არ აქვს. მათ არასერიოზულ გადალაგება, გადმოლაგებას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვს რაღაცები, გააგრძელონ ეს შიდა ბრძოლები. უამისოთაც განადგურებულები არიან და ამიანათაც განადგურდებიან. იმიტომ რომ იმდენად არათანმიმდევრული პოლიტიკას ატარებენ წლების განმავლობაში, თან ისეთი მძიმე წარსული აქვს, ამის ერთობლიობით ისინი ვერ გადარჩებიან ქართულ პოლიტიკაში, ამაში დარწმუნებული ვარ.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას აგრძელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამმართველო აქტიურად მუშაობს ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული განცხადებების მონიტორინგის მიმართულებით. დეპარტამენტის მიზანი საჯარო სივრციდან განსხვავებული მოსაზრებების გამო სიძულვილის ენის გამოყენების პრევენცია. სამმართველო აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებს და მუშაობს სამმართველოებით. არაერთი ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომელიც უკვე გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოებს ტერიტორიული განჯადობის მიხედვით. დაწყებულია პროცესები, ხედავთ რომ სხვადასხვა მიმართულებით ხდება რეაგირება. მთავარი მიზანი არის ის, რომ ჯანსაღ დისკუსიას შეეწყოს ხელი საჯარო სივრცეში და ის ზღვარგადასული სხვადასხვა ტიპის შეურაცხყოფელი ქმედებები, გამონათქვამები, ის უცენზურო სიტყვები, უწმაწური სიტყვები, რომელიც გამოიყენებოდა ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმისათვის, ამის პრევენცია მოხდეს საჯარო სივრცეში. სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ადმინისტრაციული ჯარიმები მცირდება. მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც საკითხს სავარაუდოდ დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა და კოდექსში შესატანის ცვლილებებით 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 30 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 50 ლარით განისაზღვრება. 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება კი 300 ლარის ნაცვლად პირის 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბების შემთხვევაში კი 300 ლარიანი ჯარიმა შენარჩუნდება. როგორც კანონმდებლები განმარტავენ, საქციების ახალი სისტემა უფრო დიფერენცირებული და პროპორციული გახდება. წარმოდგენილი ცვლილებებით მოხდება, ესე ვთქვათ, დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით დიფერენცირება ჯარიმების, ანუ თუ კი არის ვთქვათ მცირედი გადაჭარბება სიჩქარის უფრო ნაკლები ოდენობის თანხით, ანუ 50 ლარიანი ჯარიმით დაიჯება, ხოლო უკვე სიჩქარის გადაჭარბების პასთან ერთად და მის ზრდასთან ერთად უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. დიფერენცირება კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეფექტურად მოვახდინოთ თითოეულ სამართალდარღვევაზე რეაგირება. პარლამენტში მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა იწყება. კანონპროექტს დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით მოქალაქეობის მიღების მიზნით ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და მთავრობა დაადგენს კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად. იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია მოვალეობებიც. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. წარმოდგენილი ცვლილებებით მოხდება, ესე ვთქვათ, დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით დიფერენცირება ჯარიმების, ანუ თუ კი არის ვთქვათ მცირედი გადაჭარბება სიჩქარის უფრო ნაკლები ოდენობის თანხით, ანუ 50 ლარიანი ჯარიმით დაიჯება, ხოლო უკვე სიჩქარის გადაჭარბების პასთან ერთად და მის ზრდასთან ერთად უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. დიფერენცირება კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეფექტურად მოვახდინოთ თითოეულ სამართალდარღვევაზე რეაგირება. მიმდინარე კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსდგება. მთავრობის მეთაური დეპუტატებს გასული წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრის მოხსენება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად სფეროებს ეხება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ რეგლამენტი კითხვა-პასუხის რეჟიმსა და პოლიტიკური ჯგუფების სიტყვით გამოცვლებსაც ითვალისწინებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის დადგენილების ახსნების მონიტორინგის შედეგები განიხილა. დადგენილებაში 284 დავალება იყო გაცემული, აქედან კომიტეტმა შესრულებულად 154 მიიჩნია. შესრულების პროცესშია 90 დავალება, რაც ჯამში 85.9%-ში ადგას. შეუსრულებელია 40 დავალება. როგორც მოხსენებელმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რადიო ნათამიშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტი ამ დავალებების შესრულებაზე ზედამხედველობას გააგრძელებს, ვიდრე თითოეული დავალება, რომელიც დადგენილებით იყო გაცემული, შესრულებულად არ ჩაითვლება.
თქვენი მოხდა 294 დავალებიდან შესრულებულად კომიტეტმა მეიჩინა 154, შესრულების პროცესში 90, ეს ორი ჯამში წარმოადგენს 85.9%, ხოლო შეუსრულებელია 40 დავალება, რაც წარმოადგენს საერთო ჯამში 14.1%. რაც შეეხება შეუსრულებელი დავალებების, აქ მინდა ასევე ჩვენი პოზიცია ვთქვა, რომ ჩვენთვის შეუსრულებელ დავალებებზე ზედამხედველობა არ სრულდება 1 წლის კალენდარული წლის მიხედვით. საქართველოს პარლამენტი და ჩვენი კომიტეტი გააგრძელებს ზედამხედველობას ამ 40 დავალების შესრულებაზეც და ფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ამიტომ ეს პროცესი პარლამენტში გაგრძელდება იქამდე, სანამ თითოეული დავალება, რომელიც პარლამენტის დადგენილებით იქნა გაცემული, არ ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის მიერ შესრულებულად. 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული 8 პირი ვლადიმერ გველესიანი, ზურაბ ჭავჭანიძე, ამირან დოლიშვილი, ალექსანდრე ჩილაჩავა, ანტონ ვარდანიძე, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე სასამართლომ დამნაშავეს. 8 პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს ლევან ჯიქიას, გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ლაშა ივანაძეს, ხვიჩა გოგოხიასა და სერგო მეგრენიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. რვაპირის მიმართ სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება მოიცავდა როგორც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ისე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ლეჩს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალად წარდგენილ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი არის გამამტყუნებელი და განსაზღვრა დანაშაულთა ერთობლიობით თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით სასჯელი 5 წლის თავისუფლების აღკვეთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების განვითარებას. შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის თოვლიან მწვერვალებამდე Google Street View უკვე საქართველოშია. პროექტი საქართველოს ბუნებას, მრავალფეროვან ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს. 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით Google Street View საქართველოს დანახვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოს მოქალაქეების, ტურისტებისა და ინვესტორებისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში მიდიოდა ძალიან აქტიური მუშაობა, გადაღება Google Street View-ს მიერ საქართველოს 11 ქალაქში. ეს არის დაახლოებით 13,000 კილომეტრი, რაც დაფარა პირველ ეტაპზე Google Street View-ს პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით და დღეიდან ეს ასე ვთქვათ პროექტი იქნება გაშვებული და ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოსთვის მილიონობით ადამიანს შეეძლება ექნება დღეიდან საშუალება, რომ საქართველოს 11 ქალაქი ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურიზმის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. კომპანია Google-თან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დასაწყისიდანვე თანამშრომლობს იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მომხდარიყო ქვეყანაში გაციფრულება ჩვენი რუკის. რამდენიმე მნიშვნელობა აქვს ამას. პირველი მნიშვნელობა ესაა ტურისტული მიმართულებით. ჩვენი ქალაქები, გზები, ბუნება, კულტურული მემკვიდრეობა დღეს უკვე ონლაინაც არის ხელმისაწვდომი საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ეს კიდევ უფრო გაზრდის მიმზიდველობას ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მიმართულებით. ამ პროექტის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ Google Maps და Street View მთელ მსოფლიოში ტურისტული სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილად იქცა. საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ქვეყანა ყოველწლიურად
ფაქტიურად სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ტურისტს იზიდავს და ყველა ამ ტურისტს სურს წინასწარ ნახოს, სად მიემგზავრება, ასევე გაიხსენოს, სად იყო უკვე ნამყოფი, მათ სურთ მეგობრებს გაუზიარონ ის ადგილები, რომლებიც მოინახულეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე ბიზნესია. საქართველოში მცირე ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ობიექტები რუკაზე განათავსონ, რათა მართონ და გააძლიერონ თავიანთი ციფრული ონლაინ წარმომადგენლობა. საყოველთაო აღწერის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3,929,581 კაცი შეადგინა, რაც 2024 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 5.8%-ით მეტია. მონაცემების აქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა წარადგინა. შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2.455,454 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1.474,127 კაცი. 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა 1,311,485 კაცით განისაზღვრა, რაც 2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ მონაცემებს 20.1%-ით აღემატება. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 3,930,000 კაცით განისაზღვრა. 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით. მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. აღწერის შედეგების მიხედვით გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 38% სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია 5%-ული პუნქტით, 57-დან 62%-მდე. ქალაქ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%, დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1,331,000 კაცს, რაც 20%-ით, ანუ 223,000 კაცით აღემატება 2014 წლის აღწერის მონაცემებს. თბილისის გარდა მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლში. დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია გამოვლინდა. სასოფლო სამეურნეო აღწერა ჩავატარეთ. ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი სურათი გამოიკვეთა. სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი 809,000 ჰექტარში ადგეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს მრავალწლიანი ნარგავების თვალსაზრისით, რომლის ფართობიც დაახლოებით 60-61%-ით გაიზარდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 109,000-დან 176,000 ჰექტარამდე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. კირ სტარმერმა განცხადება გადადგომის შესახებ პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან თანამდებობის გარდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტიც დატოვა. მოსაუდნელია, რომ პრემიერის პოსტზე სტარმერს ლეიბორისტული პარტიის წევრი ენდი ბერნემი ჩაანაცვლებს. კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი შემცვლელის დამტკიცებამდე გააგრძელებს. The question my party is asking now. კითხვა, რომელსაც ახლა ჩემი პარტია სვამს, არის ვარ თუ არა მე საუკეთესო ადამიანი იმისთვის, რომ ლეიბორისტული პარტია მომდევნო საყოველთაო არჩევნებამდე მივიყვანო. მე მოვისმინე ჩემი საპარლამენტო პარტიის პასუხი ამ კითხვაზე და ამ პასუხს პატივისცემით ვიღებ. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია, ეფუძნებოდა იმას, რომ პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომელიც მიყვარს. სწორედ ამიტომ ვტოვებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობას. დღეს დილით ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს, რათა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პირადად მეცნობებინა. ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს ვთხოვ შეიმუშაოს ახალი ლიდერის არჩევის გრაფიკი. კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება, ხოლო პროცესი ზაფხულის საპარლამენტო არ დადეგებამდე დასრულდება. თუ კონკურსი გაიმართება, ეს უზრუნველყოფს, რომ სექტემბერში პარლამენტის მუშაობის განახლებამდე პარტიას უკვე ახალი ლიდერი ჰყავდეს. მე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დავრჩები, სანამ ეს პროცესი დასრულდება და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად და მოწესრიგებლად განხორციელდეს. სამართალ დამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. გამოძების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას ეგრეთ წოდებული კურიერის დახმარებითაც ცდილობდა. იგი ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ დანაშაულებრივ სქემაში ჩართვას თავაზობდა. ეგრეთ წოდებულ კურიერს ნარკოტიკული საშუალებები მითითებულ ადგილზე უნდა განეთავსებინა, გადაიღო ფოტოები, მოენიშნა ადგილმდებარეობა და ინფორმაცია ბრალდებულისთვის გადაეგზავნა, რის სანაცვლოდაც ფულად განაზღაურებას მიიღებდა. დანაშაული ოსლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს არის შენი საქმე გმო. Короче, магазин открытый, это ко. Это ордрамия, короче. У нас это увидели. Там спаная это вообще что-то кули. Ко. Там это было ордрамия, да. Вагонрамия. Магистр почему? Ко. Это соцсети. Вот наш там. Вот это как-то будет контекст, говорю. ეგ მეტა და ოკნომიანი აღმა დაიწყოს ეგ მეტა რომ გაიმარჯვოს თავში. ხო, ისეთი ადგილი ხო არ გაიმარჯვოს. ხო, მეტაზე იმენა ხელები გაუგზავნა. და ჩაგიყო იმენა. ელეგანტი. იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღა, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. დანაშაული ოსლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე საგნის უფროსი სპეციალისტის მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდა უკვე შესაძლებელია. გამოცდებზე დასაშვებად პირადობის დამადასტურებულ დოკუმენტთან ერთად სწორედ ამ საგამოცდო ბარათის წარდგენა აუცილებელი. ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო. საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. ბარათის ამობეჭდა ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში შესაძლებელი. გამოსაცდელებს დღეიდან უკვე შეუძლიათ ამობეჭდონ საგამოცდო ბარათები. ამისათვის უნდა შევიდნენ ვებგვერდზე online naeg.gi საკუთარი პირადი ნომრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაგზავნილი კოდის გამოყენებით და გადავიდნენ ბმულზე დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა გამოსაცდელმა გაითვალისწინოს და გულდასმით გაეცნოს იმ ინფორმაციას, რაც მოცემულია საგამოცდო ბარათში. კერძოდ ინფორმაციას საგამოცდო ცენტრის, მისი მისამართის და გამოცდის თარიღის შესახებ. ამასთანავე მნიშვნელოვანია თითოეულმა გამოსაცდელმა გაითვალისწინოს, რომ საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად გამოცდაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ხულოს ზარზმის გზის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. 47 კილომეტრიანი მონაკვეთიდან 51 კილომეტრზე უკვე მოწყობილი ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი 6 კილომეტრიდან 3 კილომეტრზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა, 3 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობაც უახლოეს პერიოდში დასრულდება. ამ ეტაპზე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში აგრეთვე მიმდინარეობს მეწყლულ მონაკვეთებზე ფერდის გამაგრება და საყრდენი კედლების მოწყობა. განახილებული გზა ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პარალელურად კურორტ გოდერძზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი. იგეგმება თანამედროვე ავტოსადგურის მრავალფუნქციური ბაზრობა გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად გაამარტივებს რეგიონში გადაადგილებასა და ხელშეუწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას. ჩვენ ვიხილავთ ძალიან მალე დასრულებულ პროექტს. დღეს სამშენებლო კომპანიები სრულად მობილიზებულები არიან და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა სწრაფად დაასრულონ ეს პროექტი და ჩვენი ამოცანა არის კომფორტული გადაადგილება იყოს სამცხე-ჯავახეთიდან აჭარის მიმართულებით და პირიქით, რაც ხელშეუწყობს ამავდროულად ტურისტული ნაკადების ზრდას ჩვენს რეგიონში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში 50 ახსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამგზელო დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საგანმანათლებლო, საძინებელი და სათამაშო ოთახები, ასევე სამზრეულო, სასადილო და სველი წერტილები. ეზოში კი რეკრეაციული სივრცე და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და ახსაზრდელებისთვის შექმნის უსაფრთხო კომფორტულ გარემოს.
ბაღი ფაქტობრივად დასრულებულია, მიმდინარეობს ხარვეზების და დეფექტების გამოსწორება და ახალი სასწავლო წლისთვის სრულად იქნება მზად ახსაზრდელების მისაღებად. საბავშვო ბაღების მშენებლობა მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის საცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ სულ 25 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გვაქვს და აქედან 8 არის ახალ აშენებული და რეაბილიტირებული. ჩვენთვის პრიორიტეტია და ჩვენი ხედვა არის ისეთი, რომ ბავშვებს მივცეთ ისეთი გარემო, რომელიც იქნება უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამოცემული წიგნა ალბომის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენოგრაფიის წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო. გამოცემა ქართული თეატრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის სცენოგრაფიის ისტორიისა და განვითარების ამსახველ უნიკალურ მასალას აერთიანებს და ფართო საზოგადოებას მხატვართა შემოქმედებით მემკვიდრეობას აცნობს, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს ქართული კულტურის ისტორიაში. ღონისძიების ფარგლებში თეატრის ფოიეში, თეატრის მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ესკიზების გამოფენა გაიხსნა, რომელიც იმავე პერიოდს მოიცავს, რაც ალბომის პირველ ტომშია წარმოდგენილი. ეს პროექტი არის დაფინანსებული კულტურის სამინისტროს მიერ და არის ნაწილი იმ დიდი, ასე ვთქვათ, საიუბილეო ღონისძიებების, რომელიც თეატრის 100 წლისთავთან დაკავშირებით არის დაგეგმილი. პირველი ასეთი ღონისძიება გახლდათ წიგნი ალბომის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენოგრაფია პირველი ტომის პრეზენტაცია და ძეგლის სტატუსის მქონე ესკიზების გამოფენა, ასევე ჩვენ უჩვენეთ მაყურებელს ერთ-ერთი ჩვენი უკანასკნელი პრემიერა ზუსტად 100 წლის წინ დაწერილი. რომ ამ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მოგვითხრობს ეს წიგნი მთელი თეატრის ისტორიას და ის ესკიზები, რაც მასში ამოცემული, თელს იმ სპექტაკლებს, რაც აქამდე იმართებოდა, სურათებივით წარმოქმნის ჩვენს მახსოვრობაში. სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრ ვუჩიჩი მიხაილ ყაველაშვილისთვის მიწერილ წერილში საქართველოსა და სერბეთის მეგობრობაზე და ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე წერს. აღნიშნავს, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ არის იმ სწრაფი პროგრესის ტემპით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განიცდის და ასევე მისი ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მზაობით გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოს წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის. ეს იყო ბოლო ინფორმაცია პირველზე, ერთმანეთს უცად 4-ზე შევხვდებით დროებით.